მოგესალმებით, ეთერშია Business Insider-ი, კვლავ რადიო სივრცის ეთერში, ტრადიციულად 4 შაბათს ვიწყებთ ჩვენს მორიგ გადაცემას, საუბრებთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, საინტერესო სტუმართან ერთად, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თუმცა ვიდრე სტუმართან გადავიდოდეთ და დავიწყებთ სტუმართან საუბარს, მანამდე რამოდენიმე საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ცოტა ხნის წინ რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე საათის წინ უბრალოდ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თუმცა ვიდრე ამ ინფორმაციასაც დავუბრუნებოდეთ, მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, Galtent Tagartma გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 1.8%-ით გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მიმდინარე წელს 5%-დან 6.8%-მდე. Ყოველთვის საინტერესოა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემდგომ სოფლიო ბანკმა მოგეხსენებათ, რომ იანვარში გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკმა 27 თებერვალს განაახლა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4% პლუს მაჩვენებლით გაეროს UNDES ეკონომიკურ სოციალურ საქმეთა დეპარტამენტმა ასევე იანვარში განაახლა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ზე მეტით პლუს ნიშნით, ასევე სულ ბოლო ნაწილი იყო სარეიტინგო აგენტოების განახლება, ასევე პლუს ნიშნით ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე ადგილობრივმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ Galtent Tagartma, რომელიც ადგილზე აკვირდება დარებას გაზარდა და საკმაოდ სოლიდურად გაზარდა, თითქმის 2%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. სხვა შორის შევახსენებ მსმენელს მაყურებელს, რომ Galtent Tagartma ჯერ კიდევ იანვარში გააკეთა განცხადება, რომ ის დააკვირდებოდა თებერვლის მაჩვენებლებს, ანუ 2 თვის მაჩვენებლებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის და ამის შემდგომ მიიღებდა გადაწყვეტილებას და როგორც მოგეხსენებათ, 2 თვის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, იყო უკვე საკმაოდ სოლიდური, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამის შემდგომ Galtent Tagartma მეორე დღესვე განაახლა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ის აპოკალიფტური სცენარები, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი და ვიტყვი ღიად დაგეგმილიც ქვეყანაში არ შესრულდა, ის რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, ის რომ საქართველოს ინვესტიციები უნდა შემცირებულიყო, ის რომ ლარის კურსი უნდა გაუფასურებულიყო, ამ ნაწილში ყველაფერი მოხდა სხვაგვარად, ჩვენ ვაკვირდებით ლარის კურსის გამყარების ტენდენციას, ვაკვირდებით ლარის კურსის გამყარების ტენდენციას იმ ფონზე, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში გვაქვს პარალელურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულიად საპირისპიროა, ასე ვთქვათ, ვითარება. ამავდროულად ჩვენ ნახეთ ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი, ჩვენ ნახეთ, რომ 2024 წელს 2024 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების პირდაპირ რიცხული ინვესტიციები გაიზარდა და აქაც საინტერესოა, ხომ რომ სწორედ მეოთხე კვარტალი და მეოთხე კვარტლის ბოლო 2 თვე იყო განსაკუთრებით ისეთი, როდესაც ხდებოდა მოწოდება ბიზნესის გაფიცვასთან, ბოიკოტთან და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა ზრდა და რაც კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე, ჩვენ ამის შესახებ ნაწილობრივ ასე ვთქვათ, გქონდა ძალიან მცირედით საუბარი გასულ 4 შაბათს ახლა შეგვიძლია უფრო ცლად ვთქვათ, ბიზნეს ასოციაციამ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული BAG ინდექსი და BAG ინდექსში რამოდენიმე საინტერესო დეტალია, მათ შორის მოლოდინებთან დაკავშირებული და თუ ჩვენ ჩავხედავთ ინდექსის ამ მაჩვენებელს, აქ ვნახავთ, რომ მაგალითად საინვესტიციო ნაწილში ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმავს, რომ 2024 წელთან შედარებით 2025 წელს ის განახორციელებს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას, ანუ ერთ წელში, ანუ ბიზნესი 2025 წელს უყურებს კიდევ უფრო მეტად პოზიტიურად. ამავდროულად საინტერესოა დასაქმების მაჩვენებელიც აქ, ცხადია, როცა ვწავლობთ ინვესტიციების განხორციელებაზე, ამასთან ზრდებს და თანებს დასაქმების მაჩვენებლის და ზრდა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ბიზნესების დაახლოებით 30%-ის ფარგლებში გეგმავს შემდგომი პერიოდის განმავლობაში სამუშაო ადგილების დას და კიდევ ერთი დეტალი, ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა შემდგომი 6 თვის განმავლობაში არ ელის ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას და ცალკეულ შემთხვევაში ელის კურსის გამყარებას. ანუ კვლავ მიუხედავად ყველაფრისა, მოლოდინების ნაწილი ამ კუთხით პოზიტიურია და დაანონსებული ინფორმაცია, რომელიც იყო საქართველოს ეკონომიკის ან განვითარების
სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, რომ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლების გარეთ გაიხსნება პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. რატომ სან-ფრანცისკო ძალიან მარტივად რო თქვა, სან-ფრანცისკოში არის სწორედ საინვესტიციო კაპიტალის ამ ნაწილში, მით უმეტეს სტარტაპებისთვის ყველაზე მსხვილი ბაზა შეიძლება ასე ითქვას, მთელ მსოფლიოში, კერძოდ სილიკონ ველზეა ამ შემთხვევაში საუბარი და ეს მისცემს პირდაპირ ცდომას ქართველ სტარტაპერებს აი ამ კაპიტალზე პირდაპირ და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც არა ასე ვთქვათ, სხვადასხვა შუამავლების, თუმცა აქ შუამავლებიც ასე ვთქვათ, არაფერი ცუდი ამ ნაწილში არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ და ყოველგვარი შუამავლების გარეშე ქართულ სტარტაპერებს საშუალება ექნებათ კაპიტალის მოზიდვის უდიდესი გამოცდილების მიღების ამ ნაწილში, პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში და ცხადია რომ ამ კუთხით ჩვენ და ქვეყანა ველით მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას ჯამში მანამდე თქვენ მოგეხსენებათ რომ თუ არ მეშლება 31 მარტს საქართველოს პრემიერმა ბატონმა ერკვევახიძემ დაანონსა საგადასახადო შეღავათების სტარტაპებთან დაკავშირებით ვრცელი ანალიზის დრო ახლა არ გვაქვს თუმცა ერთს აღნიშნავ რომ თუ ჩვენ შევხედავთ მაგალითად როდესაც პირველად მოხდა IT სექტორში საგადასახადო შეღავათების დაწესება, IT სექტორში საგადასახადო შეღავათების დაწესებამ ჯამში 3-5 წლის განმავლობაში საქართველოში გამოიწვია დაახლოებით 10-ჯერ IT სექტორის შემოსავლების და საექსპორტო ნაწილში, მით უმეტეს მოზიდული იქნა ძალიან მსხვილი, თუმცა მცირე კომპანიებიც, მაგრამ უცხოური კომპანიები, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და დღეს საქართველოს IT სერვისების ექსპორტს ახორციელებს ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად. და ასევე, როდესაც იყო ასე ვთქვათ, პერიოდი გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომის დროს და კომპანიების დიდი ნაწილი ახდენენ რელოკაციას, საქართველოს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიმზიდველი მიმართულება რელოკაციის დროს და როდესაც ეს ფაქტორი ნაწილობრივ ამოიწურა, ბუნებრივია მიგრძელდება სრულად არ არის ამოწურული, მაგრამ ეს ფაქტორი გარკვეულწილად რელოკაციის ნაწილში ამოწურული იყო საქართველოში არა მხოლოდ ესე იგი გადმოვიდნენ კომპანიები, არამედ ისინი დამაგდნენ საქართველოში და ისინი საქართველოსთან ახორციელებენ საქმიანობას. ეს გამოიწვია სწორედ საგადასახადო შეღავათებმა კიდევ ერთხელ გაზარდა 10-ჯერ და მეტად შემოსავლების სექტორიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ სტარტაპების შემთხვევაში ოდნავ სხვა სპეციფიკაა, ცხადია, ეს პირდაპირ კორელაცია ამ ნაწილში არ არის, მაგრამ მაგალითი, ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ გადამდები იქნება. გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემაზე, საუბრობთ დღეს ენერგოსექტორზე, ენერგოსექტორი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არის ბევრი რამის განსაზღვრული ფაქტორი, ეს არის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უნიშნულოვანი დეტალი, ეს არის საქართველოს პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობა. ამავდროულად ბატონი გიორგი ფანგანი, სემეკის წევრი, მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობას გიხდით რადიო სივრცეში და გადაცემა ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის და გადმოვალ პირდაპირ კითხვით, სწორედ ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით, მართლაც სექტორი, რომელსაც ყველა ვთვლით, რომ მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ სემეკის თვალსაზრისით აქ კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ცხადია გთხოვთ. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა დაბადებისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მართლაც საქართველოში ენერგეტიკის სექტორი ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, როგორც ინვესტორისთვის, ასე რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, სამწუხაროდ ჯერ ეს პოტენციალი ათვისებული არ არის, სრულად კი არა, ალბათ ნახევარზეც არ არის ათვისებული, თუმცა ეხლა მიდის ძალიან საინტერესო პროცესები. მაგალითისთვის მოვიყვან რამოდენიმე ციფრს, დღეს მდგომარეობით სახელმწიფო ელექტროსისტემას და ასევე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს ახალი სიმძლავრეების ელექტროენერგეტიკაზე საუბარი, სიმძლავრეებისთან დაკავშირებით და ეხლა მოთხოვნა არის 11000 მეგავატ სიმძლავრეზე, ეს არის როგორც ჰიდროენერგეტიკა, ეს არის ქარი და ეს არის მზის ენერგია არის. მნიშვნელოვნად არის მოთხოვნა გაზრდილი. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მოთხოვნა არის ეს, ჩვენ რომ 11000 მეგავატი ავითვისოთ, არა მხოლოდ გავხდებით აბსოლუტურად ვიტყვი ქვეყანა ენერგეტიკის თვალსაზრისით, არამედ გავხდებით ერთ-ერთი სრული ექსპორტიორი რეგიონში. მით უმეტეს, რომ ასე ვთქვათ, გადაცემის და სატრანზიტო სიმძლავრეები საქართველოს უკვე აქვს და ეხლა მუშაობთ მათ კიდევ უფრო გაფართოებაზე.
ძალიან საინტერესოა რაც ბოლო ასე ვთქვათ ბოლო 20 წლის მთავარი ტრენდი რაც არის ენერგეტიკაში, სოფლიო ენერგეტიკას ვიწყებ რა თქმა უნდა, ეს არის განახლებადებზე გაკეთება ძირითადი აქცენტების. ჩვენთანაც ეს პროცესი ძალიან საინტერესო მიმდინარეობს. საქართველოს ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, ასე ვთქვათ, ისტორიულად ვიცოდით, რომ საინტერესო ქვეყანა იყო ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის და ათვისებულიც არის გარკვეული პოტენციალი და იქ თუნდაც დარჩენილიც ბევრია. თუმცა ასევე საინტერესო აღმოჩნდა როგორც მზის ენერგიის განვითარების ენერგეტიკას ასევე ქარის. აი სწორად აღნიშნეთ რომ აი ტრადიციულად და სტანდარტულად უფრო გვესმოდა რომ ჰიდროენერგეტიკა იყო და კარგი არის ახალი მიმართულებები სრულიად სხვაგვარად წამოვიდა. იცით რა არის ზოგადად ახლა რო ავიღოთ ენერგეტიკას ხომ სამივე ეს ძირითად წამყვან სექტორს რაც საქართველოში ვითარდება აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ხომ? ეხლა ჰიდროენერგეტიკას ვისაუბრობთ, იქნება ეს მცირე ჰესები თუ ასე ვთქვათ, დიდი ზომის ჰესები, იქ რა თქმა უნდა, ის არის რომ მუშა საათების წლის განმავლობაში მეტი არის და ასე შემდეგ, თუმცა ამას თან ახლოს რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინვესტიცია, ასე ვთქვათ, უფრო რთული პროექტები, დროში გაწერილი პროექტები და შესრულება და ასე შემდეგ. ქარის ელექტროენერგია, რომელიც უფრო ნაკლები ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა შესაბამისად საათების მუშაობაც განსხვავებული აქვს და ასე შემდეგ. მზეს ყველაზე ნაკლები დრო უნდა, ყველაზე ნაკლები ინვესტიცია უნდა, იმას ყველაზე ნაკლები გამომუშავება აქვს. მაგრამ საქართველოში კარგი ისე რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ დაინტერესებულ პირის ეს იქნება ინვესტორი ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა თუ ასე შემდეგ შეუძლია მოძებნოს მისთვის საინტერესო და მისაღები პროექტი. აი ესე იგი ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯს რო გავდით მზის და განახლებადების წახალისებისთვის ხო? მაშინ მზის ენერგია არ იყო ისეთ საინტერესო, იმიტომ რომ ფასები იყო ძალიან მაღალი, კონკურენცია არ იყო ისეთი სერიოზულად წარმოდგენილი სცენაზე, როგორც დღეს არის. თავიდანვე ეს პირველადი ხარჯი იყო ძალიან მაღალი. ძალიან მაღალი. მე გეტყვით, როდესაც ვაკეთებდით, ეს იქნებოდა ალბათ 15 წელს დაახლოებით, თითო მეგავატი, ასეთ მეგავატზე რო გავიხსენოთ, უბრალოდ თითო კილოვატი შდებოდა 3000 ამერიკული დოლარი მაშინ კურსით. დიახ, დღეს ეს ჩამოსულია $300-ზე. წარმოიდგინეთ რამხელა და ერთი რო გაიაბდა და ეფექტიანობა გაიზარდა. ეფექტიანობა გაიზარდა. მე მოხდა რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიის შესწავლა ხარ დღეს არსებობს ნებისმიერ ხელმისაწვდომი რუკები, სადაც შეგვიძლია ვნახოთ დასხების რადიაციის დონე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის ადგილები, სადაც 1500, 1600, 1700 საათი შეუძლია მზის ასე ვთქვათ, ელექტრონიკის სადგურს გამომუშავოს ელექტროენერგია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. მე საქართველოს არ არის ასე ვთქვათ ექსტრემალური ამინდების ქვეყანა, იმიტომ რომ იმ კაც ზედმეტი მზე არც ასე ვთქვათ პანელებს არ გებთ და მით უმეტეს კინოახო საერთოდ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ რასაც შევჩეული ვართ ეს რბილი ასე ვთქვათ ამინდი საქართველოსი ხო რომ არც რაღაც ძალიან სიცხეებში ვარდებით, არც გადასროხულ სიცივეში ვარდებით, ეს ენერგეტიკისთვის ძალიან კარგი არის. ძალიან კარგი. იმიტომ რომ ბევრს აი ძალიან კარგია რომ ხა ამ ნაწილს ხსნით, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ადამიანია და ჩვენ ხედავთ ამ ნაწილში მართლაც მოთხოვნას აი ელემენტარულად ცენტრალურ მაგისტრალს რომ გავყობით უკვე ისეთ კვლევის გარეშე ჩანს ასე ვთქვათ ეს მზის პანელები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ამ თემებზე საუბრობს ხოლმე აი ის შემთხვევაში აი წარმოუდგენია რომ აი მაინც და მაინც როგორც ვიტყვია ხოლმე პაპანაკება მზე უნდა იყოს ძალიან ცხელი. ანუ არ არის ეს 100 ასე ვთქვათ ეს ნეიტრალურ ამინდში. დიახ, როგორ არის იცით ახლა ჩვენ რო და უყუროთ უბრალოდ მზეს და ჩვენი საკუთარი ასე ვთქვათ ფიზიოლოგიური აღქმებით ვიმსჯელოთ, ასე არ არის რა თქმა უნდა. ამას აქვს სპეციალური კვლევები, რადიაციაზე ვსაუბრობთ ჩვენ ძირითადად, როგორ უნდა იყოს რადიაცია. და საქართველოს რუკას რო გადახვიდეთ, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება, ესე ძალიან საინტერესო არის, თუ აი ჰიდროენერგეტიკისთვის დასავლეთი არის არაჩვეულებრივი, ბევრი მიზეზის გამო ხო, წყალუხობის გამო, მდინარეების სიახლეების გამო და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, მზის ელექტროენერგიის სადგურებისთვის აღმოსავლეთი არის პირიქით, უპირატესობა აქვს დასავლეთთან შედარებით და რომ ნახოთ, მართლა ისეთი საინტერესო ადგილებია, რაც ციფრები რაც მე გავაჟღერე 1600-1700 საათი მეტიც, უკვე არის დაფიქსირებული შესწავლის შედეგად, რომ ეს არის რეალური ციფრები და ზუსტად ამან გამოიწვია ეს რა თქმა უნდა დიდი ინტერესი, რომ დღეს მოთხოვნა არის 11000 მეგავატზე, უკვე გაკეთებული არის, მიდის სერიოზული კვლევები სამუშაოები, ბევრთან გაფორმებული არის. შეგახსენებთ უბრალოდ რომ თავის დროზე გამოაცხადა აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ, შესთავაზა ფასები იყო შემდეგნაირი, ასე იგი ვინც აუქციონის შედეგად რა ფასები დაჭდა, ასე ვთქვათ, იყო 5 და 6 ამერიკული ცენტი მზის ელექტროენერგიაზე, 6 ცენტი იყო ქარის ენერგიაზე და 6.5 იყო ჰიდროენერგიაზე.
და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამან, დიდი აჟიოტაჟი ატყდა ეს არის თქო გარანტირებული დიახ, ეს არის ეგრეთ წოდებული CFD, სხვაობა, რომელსაც ასე ვთქვათ, სახელმწიფო თუ ნაკლებ ფასად მოხდა ბაზარზე გაყიდვა, სახელმწიფო დაფარავს და თუ პირიქით უფრო მეტ ფასად მოხდა ბაზარზე გაყიდვა, მაშინ ეს თანხები აკუმულირდება სისტემის კომერციულ ოპერატორში და ასე ვთქვათ, საბოლოო ფასი მაინც გამოდის ეს ფიქსირებული. 15 წლიან კონტრაქტებზე სახელმწიფო გარანტირებულია ასე. რა თქმა უნდა, ამაზე ბანკებიც და ფინანსური ინსტიტუტების სიამოვნებით ადვილია თანხების მოზიდვა ვთქვათ ნებისმიერი ინვესტორის. რა თქმა უნდა, საუკეთესო ასე გარანტორი და მყიდველი ყოველთვის სახელმწიფო არის და მით უმეტეს კიდევ უფრო წაეხალისებინა ასე ვთქვათ ინვესტორი ასეთი მექანიზმი შეთავაზეს, რომ 15 წლიან კონტრაქტს კი დებენ, მაგრამ ყოველ 5 წელიწადში მხოლოდ ინვესტორს არა სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულება გასვლა. თუ ეიპტავში ბაზარზე ძალიან ზევიწავ და მას შეუძლია 5 წლის თავზე რომ თქვას რომ მოდით რა მე დავამთავროს მე გამოვიდ და მე ბაზარზე გავყიდი. მაგრამ მას ასე უფრო დარჩეს და 15 წელი იყოს. სახელმწიფო ამას სამხროთ ვერ აკეთებს. ანუ ყველა პირობა შეიქმნა ამისთვის და ინვესტორზე ორიენტირებული ასე ვთქვათ პაკეტია შეიძლება ასე. ნამდვილად და მეცაც გეტყვით ასე ვთქვათ პირადად ჩემ თავზე ვიტყვი ალბათ ჩემი სამუშაო საათების ნახევარს უკვე მიწევს სხვადასხვა უცხოელ ინვესტორთა შეხვედრა რომ გავაცნო ასე ვთქვათ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი არის ძალიან დიდი დაინტერესება აი ხაც წინა კვირაში რამოდენიმე დიდი ჯგუფი იყო ჩამოსული და მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე ჩვენ თან განახლებადებებზე გავაკეთებ კიდე აქცენტ განახლებად ენერგიაში იმხელა ნახტომს გავაკეთებთ რომ ერთ-ერთი თავარი ასე ვთქვათ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ასე ვთქვათ ფლაგმანი იქნება ზუსტად განახლებადი ენერგიის წყარო. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო რამ აღნიშნეთ თქვენ რომ არის რუკა შესწავლის შედეგად, სადაც წინასწარ შეუძლია გაესვას. მათ შორის იმიტომ რომ როგორც შევხედეთ ტენდენციას გარკვეულწილად და არიან ასევე აი მცირე მეწარმეები, მცირე ინიციატივები აქვთ ასე ვთქვათ, მაგრამ მათ უკვე დიდი საქმე გაკეთებულია, შეიძლება ასე ვთქვა, სახელმწიფოს მხრიდან რომ აი შეუძლიათ უკვე ამ კუთხით დაკვალიანდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულებები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ენერგეტიკულ პორტფოლში გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს განახლებადები. ჩვენ როდესაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით ევროკავშირის გეგმები 2030-თან დაკავშირებით, რამდენიმე იცვლება რა თქმა უნდა ეს ცვალებადი ეს ფიქსირებული ვერასოდეს ვერ იქნება, მუდმივად იცვლება ეს ციფრები გამომდინარე სხვადასხვა გამოწვევებიდან. ჩვენ მაგალითად ვიცით რომ ნახშირის აკრძალვის აკრძალვა გადაიდო რაღაც პერიოდით, ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შექმნა სერიოზული პრობლემები ენერგეტიკულ ბაზრებზე და მოუწიათ ასე ვთქვათ ბევრ ქვეყანას თავიდან დაიწყოს ნახშირის წარმოება და თუმცა რა თქმა უნდა, თუმცა ადრე თუ გვიან ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მოგვიწევს რომ ჩვენს პორტფოლში ნახევარზე მეტი ალბათ ქონდეს განახლებადი ენერგიის წყაროები. და აი ამ ნაბიჯებით ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ ბევრ ქვეყანას გადავასვათ კიდევაც თუ ეს ამ ყოველს ათვისება მოხდა და კიდევ გამეორდები იმდენად კარგი მექანიზმებია შექმნილი და ისეთი კარგი გარემოა დღეს ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის მით უმეტეს ყოველწლიური ზრდის ფონზე რომ მე ვფიქრობ რომ ეს აბსოლუტურად განხორციელებადია შემდეგი 3-4 წლის პარკლებში. კი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ინვესტიციების მოზიდვის ნაწილზე, აი ყოველთვის და ჩემი პირადი შეხედულებაც ასეთია, რომ აი ენერგეტიკა არის ის სივრცე, სადაც შეიძლება რომ რა თქმა უნდა დეველოპმენტი, მაგრამ ენერგეტიკა არის ის სივრცე, სადაც შეიძლება რომ ესეთი უზარმაზარი პოტენციალი არსებობდეს. თან თქვენ დასაწყისში წახსენეთ რომ ეს ადგილობრივი მოხმარების ნაწილი, ხო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიამაყით ეკონომიკურ ზრდაზე, არ უნდა დაგვავიწყოს რომ ეკონომიკური ზრდა ავტომატურად მოითხოვს მეტ ენერგიას ყველა მიმართულებით და ამ შემთხვევაში ცხადია რომ ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე თქოს წარმოგვიდგენება აი მხოლოდ რაღაც გავყიდოთ ექსპორტზე, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ ამასობაში ჩვენი ბაზარი იზრდება ამ ნაწილში. თუმცა ელექტროენერგიასთან ერთად სხვა ნაწილებიც არის, რაზეც მინდა ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე აუცილებლად მინდა გითხოთ ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით, აი რა ვითარება გვაქვს ახლა, ვთქვათ და როგორია ტენდენცია განვითარების საკითხში. თქვენ იცით რომ ბირჟა უკვე თითქმის 1 წელია გაშვებული არის, რა თქმა უნდა არასრული მასშტაბით, ეს შეგვიძლია დავარქოთ ერთგვარი ეს არ არის სატესტო რეჟიმი, მაგრამ ერთგვარი სატესტო რეჟიმი შეგვიძლია დავარქოთ, როცა ნებაყოფლობითი არის, თუმცა გამოიჩინა არაერთმა საწარმომ ინტერესი რომ ვაჭრობა იწარმოებინა ბირჟაზე, რაც ძალიან კარგი სიგნალი იყო. იქიდან გამომდინარე ჩვენც ეხლა ვსწავლობთ, კი ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო და გამოცდილი ექსპერტი ყავდა, ძალიან დიდი დახმარება მოგვიჩანა ერთმა ორგანიზაციამ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე ვთქვათ, რეალური გამოცდილება ამ ყველაფერს ჩვენც არ გვქონდა, ხო? ჩვენც ასე ვთქვათ, ვიზრდებოდით და სწავლობდით მათთან ერთად.
დღეს უკვე ჩვენ დაგვიკვირდა გამოცდილება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ წელს ამათ მიზეზს ვერ მოხდება სრულად გაშვება ბირჟის, მომავალი წელი 2026 იქნება უკვე ის წელი, როდესაც ყველანაირად ვსვათ ვიქნებით, ეს იქნება როგორც ასე ვთქვათ, თვითონ არა მხოლოდ ბირჟაზე აქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ხო ეს ბირჟა არის ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი არის, იქ უნდა იყოს ასე ვთქვათ საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შევკრათ ერთ კალათში ჩავდოთ. მე ვფიქრობ, რომ 2026 წელი არის აბსოლუტურად რეალური თარიღი, რომ ჩვენ გავუშვათ და რეალურად მოხდეთ, გავაკეთოთ ესე ვთქვათ ბაზრის სრული ლიბერალიზაცია. ეს გამჭვირვალე ვაჭრობის მექანიზმები, რომელიც დღეს უკვე ამოქმედებული არის, ხომ, მეტნაკლებად, სრული დატვირთვით გაეშვება, სრული დატვირთვით მოხდება როგორც ბირჟა, ასევე ყველა დამატებით იქ ბევრი სერვისები მოყვება ამას, ამის დატვირთვა გაშდება, რა თქმა უნდა, აი წარმოიდგინეთ, რომ დღეს მაგალითად ყავს უკვე რამოდენიმე თავისუფალი მიმწოდებელი ელექტროენერგიის გარდა იმისა, რაც არის ტრადიციულად ცნობილი ყველასთვის, ხო, აი თელმიკო თბილისში და ეპო მიწოდება რეგიონებში. უკვე არის თავისუფალი მიმწოდებელები ელექტროენერგიისა და როგორც კი 2026 წელს ჩვენ ამას ყველაფერს ასე ვთქვათ გავუშვებთ, მე ვფიქრობ 26 იქნება, თუმცა ნახოთ შეიძლება 25-იც მოვასწროთ ამ ყველაფერს გაკეთება. სერიოზული კონკურენცია გაჩნდება, ეს არის დამატებითი სერიოზული სიგნალი არის ისევ ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როდესაც შენ გააქვს აი სოფლიოში ყველაზე აპრობირებული მექანიზმები დანერგილი და ისინი მუშაობენ ასე ვთქვათ საათის მექანიზმებით, ხო? ეს რა თქმა უნდა სერიოზული სტიმული არის, რომ სერიოზული ასე ვთქვით ენერგეტიკის სოფლიო მოთამაშეებს ჩამოვიდნენ აქ გაგდონ ინვესტირება. მე რამოდენიმეჯერ გავაკეთე აქცენტი სერიოზულ ასე ვთქვათ ჯგუფებზე და იმასაც ვიტყვი, რატომ აქ ასე ვთქვათ მოლოდინები რომ ჩამოვლენ. კარგი ოპტიმისტური მოლოდინები გაქვს. კარგი ოპტიმისტური მოლოდინები. მოგწონს ეს ნახილი. პირველი რაზეც გიორგი შენც გააკეთე აქცენტი ესე რომ შიდა მოხმარება ისდება გასაგებია, თუმცა ნუ საქართველოს არ არის ხა ისეთი დიდი ზომის ქვეყანა, რა თქმა უნდა და შესაბამისად ისეთი ბაზარი არ არის რომ ეს რაღაც სასწორ მოხდეს, თუმცა ჩვენ გვაქვს 4-ვე ჩვენ მეზობელთან ენერგეტიკას სერიოზული, ასე ვთქვათ, ვაჭრობის პოტენციალი და დღესაც მიმდინარეობს 4-ვე ქვეყანასთან, გვიწევს იმპორტი-ექსპორტი, როგორც თურქეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და სომხეთთან, ეს აუცილებელი არის ჩვენ როგორც ჩვენი სისტემისთვის, ასევე მათთვისაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის. არ ვთვლი იმაზე რომ დავუშვათ აზერბაიჯან თურქეთში მიდის სერიოზული ტრანზიტი ელექტროენერგიის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ეს არის რა თქმა უნდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რა თქმა უნდა, რომელზეც ეხაც ამ წუთს მიმდინარეობს მუშაობა და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უკვე დასრულებული არის რამოდენიმე შესწავლის რამოდენიმე ფაზა და უკვე ჩანს რომ ის იქნება ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვენი რეგიონის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოსი, ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საერთოდ ენერგეტიკული პროექტი, რაც კი გაკეთებულა. რაც უკვე ასე ვთქვათ მარტო საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რაც დიდი ნაწილია უკვე ასე ვთქვათ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც საქართველოს უკვე როგორც ბენეფიციარი. რა თქმა უნდა, და თქვენ ბენეფიციარი კონტრიბუტორი ასე ვთქვათ, როგორც კონტრიბუტორი ისე შედის. სრულფასოვანი წევრი ხა ჩვენ ხშირად გვესმის საქართველოზე საუბარი როგორც გარკვეულ ჰაბზე, ხო? იმის ჰაბი არის ბევრჯერ ყოფილა სხვა პრობლემებში ჰაბის სიტყვა და მართლა აქვს ეს ხა პორტიაში ბევრი რაღაც შეხედოთ პოტენციალს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნება, იმიტომ რომ მართლაც იქნება განახლება თან ამ კაბელის ასე ვთქვათ შინაარსი ეს არის ზუსტად მხოლოდ განახლებადი ელექტროენერგიით მოხდეს ამ კაბელის მეშვეობით ვაჭრობა. და წარმოიდგინეთ, რომ ეხა საუბარი არის უკვე რაც არის დაპროექტებული 1500 მეგავატზე და უკვე მიდის საუბარი რომ ხო არ გავაკეთოთ 3000 მეგავატი. უკვე გაორმაგებაზე მიდის საუბარი, იმიტომ რომ შესწავლილი იქნა პოტენციალი აქ ქვეყნების, რა თქმა უნდა რეგიონის და აღმოჩნდა რომ ბევრად მეტი შეგვიძლია მივცეთ, ვიდრე თავიდან იყო ეს წარმოდგენილი. ნუ რაც სასახად ესეთი კიდევ უფრო მომგებიანს ხდის. ეს იქნება წარმოიდგინეთ პირველი ფიზიკური, ასე ვთქვათ, კავშირი ევროკავშირთან. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ველით მოკლედ. ენერგეტიკა ვიქნებთ პიონერები. კი და ეს მართლაც აი ისტორიული პროექტია, ისევე როგორც აი რამოდენიმე ანუ გულისხმობ თბილისში ჯეიჰანი, თბილისში. აი ამ რანგის და თუ არა მეტის და პირველი ფიზიკური ასეთი დაკავშირებადობა ბუნებრივია. უცებ ჩვენ აი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ,
ბუნებრივი აირი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კუთხით, აი მათ შორის ევროკავშირის ნაწილი ვნახეთ და ხედავთ რომ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა შანტაჟის ნაწილად ბუნებრივი აირის ფასები, ჩვენ თავზე გვაქვს გამოსტილი, არ გვინდა შორს გახედვა ამ ნაწილში. შიდა მოხმარების დაგვაქვს ამ კუთხით. არიან რეგიონის ქვეყნები, თურქმენეთი, ასევე არა მხოლოდ აზერბაიჯანი, რომელიც აწარმოებს ბუნებრივი აირის ნაწილს. აი დივერსიფიკაციის კუთხით როგორია თქვენი შეხედულება და მიდის თუ არა მუშაობა, რომ რა ვქნათ გაზრდილი მოხმარების პირობებში? იცით როგორ არის ჩვენ გვაქვს ორი სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით. ერთი რა თქმა უნდა თვითონ ბუნებრივი გაზი, რაც არის პროდუქტი, რასაც როგორც გაზი ისე მოვიხმართ, როგორც კომერციულ ასევე საყოფაცხოვრ მიზნებისთვის და რა თქმა უნდა მეორე არის ელექტროენერგეტიკული ნაწილი, ჩვენი ხო ელექტროენერგიის საწარმოება გვჭირდება. კი ბატონო, ჩვენი თბოსადგურები, რომლებიც მუშაობენ ბუნებრივ გაზზე, რომელიც ასევე იმპორტირებული არის. მე ხშირად უსვამ ამ საკითხს ხას, რომ რატო გჭირდება ენერგეტიკის, ელექტროენერგეტიკის სიმძლავრეების განვითარება. რო ჩავხედოთ ჩვენ ბალანსებში რაღაც კრიტიკულ ნიშნულს იმპორტირებულ ელექტროენერგიაში ვერ ნახავთ. ისეც რომ დავუშვათ ეს იყოს რაღაც აი საფრთხის შემცველი ერთის შეგვიძლია მით უმეტეს რომ 4-ვე მეზობელთან გვაქვს კავშირი. თუმცა ჩვენ იქ ამ იმპორტირებულ ელექტროენერგეტიკის გრაფაში არ ჩანს თბოსადგურებს ვერ გამომუშავებული. თუმცა ისიც იმპორტირებული ენერგია, რა თქმა უნდა. ანუ იგივე დატვირთვა აქვს ზუსტად. იმის გათვალისწინებით რომ იზრდება როგორც თან მით უმეტეს არ იმაზე საუბარი და შეიძლება კიდე ერთი თბოსადგური დაემატოს ჩვენ ენერგეტიკის სისტემას და ყოველ წელს ხდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდა როგორც კომერციულ ასევე საყოფაცხოვრებელ ნაწილში და ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი სერიოზული მიზეზები. პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა ეკონომიკურის და ქვეყნის და მეორე ეს არის გაზიფიკაციის ძალიან სერიოზული და სწრაფი პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რა თქმა უნდა ბუნებრივი გაზი არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტროენერგია. იმის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით 80% საქართველოს უკვე გაზიფიცირებული არის. ძალიან დიდი მოწმენებელია. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ცოტა ხანში სოფლიოში პირველი გავხდებით, ამას არ ცხოვრობით თუ ალბათ ბრძინონით აუცილებლად გავხდებით, იმიტომ რომ სადაც 1900 სოფელში დასახლებულ პუნქტში უბრალოდ გვაქვს უკვე გაზი შეყვანილი და არაერთ ასეულს ველოდებით უახლოეს სადაც მიდის მუშაობა ფიზიკურად ის კი არა პერსპექტივაში აი ამ წუთას აი მე და თქვენ საუბრობთ მიდის მუშაობა ასობით ხალხი და ტექნიკა არის ჩართული და წელს უკვე რამოდენიმე ათეული დაგვემატება 26-ის გეგმაც არის 27-ის გეგმაც არის ანუ და იქაც გვექნება ხო საყოფაცხოვრებელ ნაწილში ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის ერთი რომ ბუნებრივი გაზს აქვს თავისი თვისებები რაც არც ერთ სხვა ასე ბუნებრივ რესურსს არ აქვს და მეორე ეს გვეხმარება თუნდაც გარემოზე შევამციროთ უკანონო ხეტყის შრა და ასე შემდეგ ზეგავლენა ბევრი დადებითი აქვს თუმცა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული ვართ 100%, ну 99 და რაღაც პროცენტი გვაქვს პატარა მოპოვებაც. დღეს ჩვენ ყავს ერთი მიმწოდებელი, ეს არის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი არის ძალიან საიმედო მომწოდებელი, სოკარი არის ერთ-ერთი ყველაზე დღეს სოფლიოში სერიოზული კომპანია ამ ბაზარზე, რა თქმა უნდა. და აქამდე მინდა გითხრათ რომ არანაირი პრობლემები არ ქონია ის ასე ვთქვათ საფასო პოლიტიკა რაც აქვს ასევე საქართველოს მიმართებაში ზუსტად გამომდინარე ჩვენი ძალიან კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობიდან და ეს რა თქმა უნდა დასაფასებელია რომ ასეთი პარტნიორობა ჩამოყალიბდა ორ ქვეყნებს შორის თვითონ სოკარი როგორც საქართველოს მიმწოდებელი არის ასევე უკვე შიგნით საქართველოში მოგეხსენებათ განაწილების ლიცენზიას ფლოს მიწოდების საქმიანობით არის დაკავებული და ასევე გეგმები აქვს განვითარდეს, გაფართოვდეს და ვფიქრობ რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პარტნიორი რომელიც ყოფილიყო თუმცა აზერბაიჯანი აი ის სიმძლავრეები რაც გვაქვს ხანდახან ისიც აღარ ყოფნის. აი პატარა ავარიაც კი ერთ-ერთ ასე ვთქვათ მაგისტრალზე იწვევს გარკვეულ დეფიციტს. აი წელსაც გქონდა ასეთი ავარია მოსახლეობამ შევეცადეთ რომ ნაკლებად ეგზო მოსახლეობას, თუმცა ბიზნესმა იგრძნო დამიჯერეთ, მოგვიწია რამოდენიმე დიდი წარმოების გაჩერება, მოგვიწია რაღაც პერიოდით გაზგასამართ სადგურების შეჩერება. იმისთვის რომ ის დეფიციტი შევსებული. რა თქმა უნდა დეფიციტი შევსებული იყო და მოსახლეობთან ზამთრის თვეში მოხდა ყველაზე ცუდი რაც არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიფიქროთ ასე სიმძლავრეები, არა მხოლოდ ასე ვთქვათ მომწოდებელი წყაროების, პორნოზე სიმძლავრეების განვითარებაზეც და ამაზე მიდის მუშაობა, რამდენადაც მე ვიცი, ქვეყნებს შორის არის ამაზე მოლაპარაკება და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში იმის და პროგნოზის და მიხედვით გაკეთდება შესაბამისი ნაბიჯები და ინვესტიციები განხორციელდება, რომ ასე ვთქვათ, ესეთი
პრობლემები არ შეგვიქმნას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამევარდები, ბუნებრივი გაზის შეწყვეტა პრობლემას აჩენს არა მხოლოდ ბუნებრივი გაზის სექტორში, არამედ ელექტროენერგეტიკის სექტორშიც. ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კი, ნამდვილად და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აზერბაიჯანი ამ კუთხით ნამდვილად საიმედო პარტნიორია, თუმცა კიდევ ერთხელ ეს დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ რომ ძნელია გაუმკლავდე უკვე გაზდილი. კი ბატონო, ბევრი მიმართულებით. წყალმომარაგების ნაწილზე მინდა ასევე გითხოთ, ესე ყველაფერი მინდა გითხოთ, ვიდრე აქ ხართ. წყალმომარაგების ნაწილი, რომელიც ასევე თქვენს არეალშია, გარკვეული გეგმა სემეკმა დაუსახა გამანაწილებელ კომპანიებს ამ კუთხით გარკვეული ვალდებულებები მათ აქვთ. რამდენად სრულდება ეს ნაწილი? როგორია შეფასება? კი ბატონო, ალბათ აქ უნდა გავყოთ ორ ნაწილად ეს საკითხი. ეს არის ასე ვთქვათ, კერძო კომპანია და ერთი მსხვილი რომელიც ყავს, ეს არის თბილისში რომელიც ოპერირებს GVP და დანარჩენი სახელმწიფო კომპანიები, რომელიც არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ბათუმის წყალი და სხვები. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რა თქმა უნდა, მიყვება თავისი გრაფიკის მიხედვით, რაც სახელმწიფოს თავის პოლიტიკაში აქვს უკვე ასახული და მიდის რეაბილიტაცია არაერთი ქალაქის დასახელებული პუნქტის მაგალითისთვის მოვიყვან ქალაქ ზუგდიდში დასრულდა სულად სასმელწყლის ქსელების რეაბილიტაცია და ასევე გაკეთა წყალარენების სისტემა. რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ არასოდეს ყოველ შემთხვევაში მთელ ქალაქში არ ყოფილა წყალარენების სისტემა ქალაქ ზუგდიდში და ეს გაკეთა ბოლო რამოდენიმე წელში წარმოიდგინეთ. ქალაქ ქუთაისზე რო ვისაუბროთ, მე თვითონ ცხოვრობდი ქუთაისში რამოდენიმე წელი, მაშინ სემეკი კი ბატონო ქუთაისში მოღვაწეობდა რამოდენიმე და მეც მომიწია იქ მუშაობა, ცხოვრობდი და ალბათ ყველა ქუთაისელი დამეთანხმება, რამხელა პრობლემა იყო ეს, მე ვიყავი იქ 2010-2013 წლებში, რამხელა პრობლემა იყო წყალმომარაგება. ეს იყო სერიოზული გამოწვევა მთელი ქალაქისთვის, რადგანაც აი რო ნახოთ, აი ყველა სახლს, ყველა მრავალბინიან კორპუსს, ყველგან იყო ზემოდან ეს წყლის აუზები დაყენებული, იმიტომ რომ წყალი იყო კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ, ხანდახან ერთხელ და სულ ეს პრობლემა იყო. სერიოზული პრობლემა იყო ესა და ეს პრობლემაც გადაწყდა. ძალიან მასშტაბური სამუშაოები გაკეთდა სამწუხაროდ მე არსად არ შემხვედრია, აი კარგად თუ გაშუქებული იყოს რა მოცულობის ინვესტიციები არის ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაკეთებული და რა მასშტაბის სამუშაოები. კარგი იქნება თუ ამით აი დაინტერესდებიან, იმიტომ რომ მართლაც უნიკალური პროექტები, მე ხა მეორე ქალაქი ვახსენე, მაგრამ შემოში არის ათასობით დასახლებულ პუნქტზე არის საუბარი. რაც შეეხება თბილისის GVP-ს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ 3 წლის წინ შემოვიდა აკვალია, ერთ-ერთი მსოფლიო გიგანტი, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება, ქვეყნის წარმატება იყო, მოდი ესე ვთქვათ, როდესაც ასეთი ევროპული, ასეთი მასშტაბის კომპანია შემოდის ბაზარზე, მათ ასე ვთქვათ, რაც დახვდათ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ქსელი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში. დიდი გამოწვევები ჰქონდა ალბათ ამის მოყოლას არ ღირს, ყველა ვიცით. კი, თბილისის წყალი თემა იყო მუდმივად. კი ბატონო, თემა იყო და მე როგორც მითხეს, სოციალურ ქსელებში ჯგუფებიც იყო შექმნილი ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ამბიციური გეგმა წარადგინეს. ეთყობა რა თქმა უნდა ამ კომპანიას მისი უდიდესი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. უდიდესი პროფესიონალები და მსოფლიოში მათი, ასე ვთქვათ, გამართული სისტემების სახეზეა, ასე რა თქმა უნდა, აი რომ ნახოთ მათ არეალს, დაფარულ არეალს, ეს მხოლოდ ევროპა არ არის. დაწყებული ლათინური კოლუმბია მაგალითად, ემირატები, საუდის არაბეთი. ყველა ტიპის ქვეყანაში აქვს ნამუშევარი, ასე რომ ვთქვათ, მათთვის არ არის უცხო, ასე ვთქვათ, სირთულეების დაძლევა, ასე რომ ვთქვათ. არანამდვილად და მართლა ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ცოდნა აქვს, თუმცა აქ ასე ვთქვათ, ადგილობრივი პროფესიონალებიც ჯგუფი შეკრეს და ძალიან ძლიერი გუნდია შექმნილი და მათ წარდგინეს ძალიან ამბიციური გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ინვესტიციების მოცულობა გასამაგდა ყოველწლიურად და ამას უკვე ვგრძნობთ, მოდი ესე ვთქვათ, უკვე ვგრძნობთ თბილისის მასშტაბით, მაგრამ სრულ ეფექტს ჩვენ ვიგრძნობთ ალბათ 2-3 წელიწადში სრულ ეფექტს გულისხმობთ, თორე ეს ყოველდღიურად უკვე შეცვლილი არის სურათი. ჩვენ ვაკვირდებთ ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ავარიების რაოდენობას, ავარიაზე რეაგირების რაოდენობას, აი მთელი პროცესია, ძალიან რთული პროცესი არის მონიტორინგის, რაც ჩვენთან მიმდინარეობს ყოველდღიურად პირდაპირ დროის რეჟიმში. დაემატა, ასე ვთქვათ, საავარიო ბრიგადები, დაემატა ბიზნეს ცენტრები, ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ასე ვთქვათ, ჩვენ მაინც, ასე ვთქვათ, პრეტენზიებს უყენებთ, იმიტომ რომ მეტი გვინდა. ჩვენ ხარ როგორც რეგულატორს სხვა გზა არ აგვაქვს, ჩვენ გვაქვს სტანდარტები დადგენილი და გვინდა რომ სტანდარტებამდე ამოვიდეთ და გადასცენ კიდევაც.
ძალიან კარგად მივდივართ, მინდა ვთქვა, ძალიან კარგად მივდივართ. ავარიების რაოდენობა სერიოზულად შემცირებულია, რეაგირების დრო შემცირებული არის, გამოძახების რაოდენობა შემცირებულია. კი, რა თქმა უნდა, რჩება გარკვეული ლოკალური პრობლემები, თუმცა ეს პრობლემებიც აღმოფხვრადი არის. ეხლა მთავარი არის ჩვენ მოვაგვაროთ ძირითადი მაგისტრალების პრობლემა, თუ გახსოვთ თქვენ ცნობილი SMS-ი მოდიოდა, დაზიანდა ერთი მაგისტრალი და ნახევარი თბილისი წარიწოდა კი ბატონო. აი ეგეთ საკითხები აღარ უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ეს საერთოდ დაიხურება. და რაც შეეხება ეს მცირე, ასე თქვა თქვენ ქსელებს, ეგეც უცებ ჩიხებს და მათ გაგრძელებებს, აი შემდეგი 2-3 წელი მაგას ამ პრობლემას გადაწყვეტის სრულად ეყოფა. ინვესტიციები ჩადებული არის, მუშაობის ტემპი ძალიან კარგი არის და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ მიმართულებით. აბსოლუტურად გეთანხმებით, მეც რაც რამდენი შეხებას მქონდა ასე თქვა სხვა კუთხით, მათ შორის ფორუმზე, აკვალიას მენეჯმენტთან, ქართულ პროფესიონალების გუნდთან ერთად მინდა აუშვო სრულად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დაეტყო ნამდვილად სიტუაციას. თანამედროვე დაგვაუწყეს უმძიმესი მემკვიდრეობა, სხვა შორის თუ ელექტროენერგიის ნაწილში ჩვენ ასე ვთქვათ გაცილებით ადრე დავიწყეთ ზრუნვა სოლიდური პარტნიორობის ინვესტორების შემდგომ ჯერ კიდე AES-ის პერიოდი რომ გავიხსოვდეთ წყალი იყო ის ნაწილი რომელიც აი დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვიტოვებული ნაწილი არაფერი ისეთი ნახტომისებრი არ ხდებოდა და მათ დახვდათ მემკვიდრეობა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდის საბჭოთა საქართველოს დროინდელი კომუნისტები იყვნენ დაუშვათ 80-იანების ბოლოსაც და ახლა რო ხდება რეაბილიტაცია ჭავჭავაძეზე რო გამოიწვალა მილები თუ არ ვსწრები 67 წელს იყო ეს მილები წელს იყო ჩადებული ეს მილები ნუ საოცარი ნაწილია აუცილებლად მინდა გკითხოთ ახალ მიმართულებაზე რომელიც თქვენს პორტფოლიოს ქვეშ მოექცა ეს არის მელიორაციის სისტემის ნაწილი არანაკლებ ასე ვთქვათ სუბუქად რო ვთქვათ რთულად სამენეჯმენტო ნაწილი დაგემატათ აი ამ კუთხით რა იქნება მithmetes ზაფხულში მელიორაცია კიდე ცალკე საკითხია ასე ვთქვათ გიორგი დავიწყებ იმით რომ სემეკი აღმოჩნდა ერთადერთი რეგულატორი მსოფლიოში თელესოს მასშტაბით რომელიც ელექტროენერგიის ბუნებრივ გაზს წყალმომარაგებას და უკვე მელიორაციას არეგულირებს ასეთი ასე ვთქვათ ფუნქცია დაგვემატა თუმცა ეს იყო პირდაპირ კითხვის მსოფლიო ბანკის მოთხოვნა კატეგორიული მსოფლიო ბანკი ძალიან სერიოზულად ეხმარება საქართველოს მელიორაციის სისტემის განვითარებას შესაბამის თანხებსაც გამოყოფს და მათ უნდათ რომ ასე ვთქვათ ეს ცოტა ალბათ სამაყოც არის რომ უნდათ რომ ყოფილიყო ისეთი ორგანიზაციის რეგულირების ქვეშ რომელიცაც აქვს დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ეს აღიარება ნამდვილად ეს სასიამოვნო ნაწილი იყო, თუმცა მეორე ნაწილი უფრო ნაკლებად სასიამოვნო ძალიან რთული არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არაფერი აქამდესაც ჩვენ შეხება ქონდა, არაფერი კავშირი მელიორაციას მასთან არ აქვს, ეს აბსოლუტურად სხვა მიმართულება არის, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში ძალიან ბევრი გაკეთება შევძელით. პირველ რიგში საერთოდ გადაქვენით სექტორი, ხომ? ეხლა რაზეა საუბარი ორი სიტყვით შევესწრები რომ ავხსნა. არ არსებობდა ესე ვთქვათ არანაირი გაიდლაინი ან გაწერილი წესი ან რეგულაცია როგორ ხდება წყლის მიწოდება, მოხმარება, აღრიცხვა, როგორ უნდა დადგინდეს ტარიფი. ტარიფი სხვა შორის სემეკის დადგენილი არის 2011 წელს, თუმცა მან როგორ მოხდა იცით რომ კანონში ჩვენც არ ვიცოდით, მაშინ გააუქმეს მელიორაციის კომპანია რაღაც უცნაური ასე ვთქვათ მოძრაობები მოხდა და ჩვენ შემთხვევით საკმაოდ მასთან გავიგეთ რომ ჩაიწერა კანონში რომ კომისია ერთჯერადად ადგენს ტარიფს. თუმცა ჩვენ რაც იყო მანამდე მოქმედი ტარიფი 1 ჰექტარის განმოვიტანეთ, დავტოვეთ ძალაში და ამით დავამთავრეთ. 2011 წელს დადგინდა. 2011 წელს დიახ და შეხება არ ქონია მას შემდეგ. ეხლა ჩვენ დავადგენთ მიწოდებები მოხმარების წესები, დავეხმაროთ ჩამოყალიბებაში სტრუქტურის, შექმნით სრულად ახალი გარემო, მაგალითისთვის აი ეგეთ წოდებული წმოები შექმნით. ეს წმო არის ორგანიზაცია, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს თავში ფერმერებს და რომელიც არის წყლის ძირითადი მიმწოდებელი. ისინი იღებენ წყალს მელიორაციის კომპანიიდან, ოღონდ მაგისტრალიდან და უკვე შიგნით თვითონ არიან მიმწოდებლები წყლის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ დავადგინეთ სატარიფო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით უკვე გამჭირვალეთ დადგინდება ტარიფები მელიორაციის მომსახურებაზე, ისე როგორც გვაქვს მაგალითად ელექტროენერგიის მოხმარებას ტარიფები კარგად იცნობთ თქვენ გიორგი, ჩვენ მეთოდოლოგიას, ეს იქნება თქო აბსოლუტურად გამჭირვალე და დაფუძნებული შესაბამის საოპერაციო კაპიტალურ ხარჯებს ასე შემდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როგორც იქნა დავადგინეთ ბალანსები.
აი ხა რატო ბალანსი, იმიტომ რეალურად არავინ არის აი მაგალითისთვის ხო მელიორაციაზე არის არაერთი ჰიდროელექტროსადგური აშენებული. თუმცა წყალი როდის ექნება, როდის არ ექნება, არავინ არ იცის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველი მოსარგებლე არის ფერმერი და მე არ უკვე ნებისმიერი სხვა. არ არსებობდა ბალანსი. აი ელექტრონიკაში ჩვენ გვაქვს ბალანსი. ვინამდე უნდა გამომუშავოს, ვინამდე უნდა იყიდოს და ასე შემდეგ. აქ არ იყო და ესე სისტემურობა აქ არ არსებობდა ეს ხა არავის ხელსავში არავის ბრალი არ არის უბრალოდ არ იყო შესაბამისი რეგულაცია, იმიტომ ბევრი წელი მიდიოდა იმას ვის გაკეთებ როგორ უნდა გაეკეთებინა და ნუ ბოლოს რახან ჩვენთან შემოვიდა გავაწყვეტეთ რომ ერთიანად მოვუაროთ სექტორს და დავადგინეთ ბალანსები. ეხლა ამ ბალანსების გამოქვეყნება იქნება კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის რომ აი ამ პროცესში ხო ჩვენ, არ ვიცი, ალბათ შევხვდით ათასობით ადამიანს, ვინც არის მეტნაკლებად ჩართული. და ყველას რომ მოусმინეთ, აღმოჩნდა რომ ყველას აქვს მეტნაკლებად ერთი და იგივე პრობლემა. აი ზუსტად ეს არ არსებობს გრაფიკების ბალანსების არ არსებობა, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის სწორი გამიჯვნის, ვინ რაზე არის პასუხისგებელი, ვისი პასუხისგებლობა სათვალთვალება რა არის საზღვარი და ასე შემდეგ და ისინი ჩვენ გვაგავაკეთეთ. ჩვენ ამაზე უკვე კი არ ვაკეთებთ უკვე დავასრულოთ ყველაფერი და შემდეგ წლის ბოლომდე დავადგინოთ ტარიფები 2025 წლის დეკემბერი გვაქვს ბოლო ასე ვთქვათ თარიღი რომ დავადგინოთ ტარიფი და პრაქტიკულად ეს პირველი სამშობლო დამთავრდა და მე ვჩვენებთ გავდივარ უკვე რეგულირებაში ჩვენი რთული მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ დასასრულს მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულება რომელიც ასევე ყველა კუთხით თქვენ გეხებათ, ასე ვთქვათ, ბევრი მიმართულებით, ასევე საპრეტენზიო მიმართულებები ბევრია ხოლმე ამ ამბავში. ამ კუთხით სად ვართ, ასე ვთქვათ და როგორია საჩივრების დინამიკა? შეიძლება ასე. საჩივრების დინამიკა არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, ზრდადი, კარგი ის არის, რომ იზრდება არა პრობლემების მომატებით, სენოში პრობლემები იქნებს, არამედ ცნობიერების ამაღლებით. ძალიან ბევრი რასაც თქვენ უწყობთ ხელს სხვათა შორის ცნობიერების ამაღლებას ამ სექტორში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით ასე. კი, ძალიან ვცდილობთ. თქვენ თავს უჩენთ საქმეს. კი, ნამდვილად უჩენთ. სხვა გზა არ არის. აი თუნდაც ჩვენ გვაქვს სტატისტიკა დავუშვათ, რამდენი საჩივარი განვიხილეთ, რამდენი მომხმარებელს თანხა ჩამოვაწერეთ და შემდეგ. რო შევხედოთ, ხო? საჩივების რაოდენობა გაზრდილია და ჩამოწერილი და მათი დაკმაყოფილებული რაოდენობა გაზრდილია და ჩამოწერილი თანხების რაოდენობა შემცირდება. პრობლემა სემში კლებულობს. უბრალოდ ადამიანებმა იციან, გაიგეს რომ მათ პრობლემა ვის უნდა მიმართო. და იციან რომ მათი ხმა იქნება გაგონილი. არ იყო ასე თქვა რა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უბრალოდ არ იცოდნენ ადამიანები. დიახ, არ იცოდნენ, ეს იყო სერიოზული პრობლემა. ყოველს ძირითადად სემეგი წარმოიდგინა ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ტარიფებს. თუმცა ეს სემეგის ხოლმე ერთ-ერთი მიმართულება არის, ხო და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ უფრო მნიშვნელოვანი არის ზუსტად მომხმარებლები არიან და მათზე ზრუნვა. დღეს ჩვენ არაერთი უკვე პროგრამა გავაკეთეთ, რომელიც უზად მიმართულია მომხმარებლის უფლებების გაზრდაზე. აქ მართლა პროგრამას გულის, ანუ IT პროგრამას გულის, ხო? ეს არის ჩვენი ელექტრონული ჟურნალი, აი მაგალითად დღეს სამწმენდა თქვენ საუბრობთ, ნებისმიერი განცხადება, რომელიმე ჩვენ რეგულირებულ კომპანიაში, მაგალითად, საჩხერე გაზში, საჩხერეში მოქალაქემ დაწერა პრეტენზია გაზის ხარისხთან დაკავშირებით. ან ახალ მიერთებაზე რუსთავში ენერგოპროში ვიღაცა მიმართა, ხო? ეს ყველაფერი უკვე მე ტელეფონში მაქვს. გაზა ელექტრონულად ამას ხედავთ, ასე ვთქვათ, ჩვენთან ხდება მათი რეგისტრაცია და არა და ეს ჩვენი ელექტრონული ჟურნალი აძლევს ამ ასე ვთქვათ, განაცხადს კლასიფიკაციას აძლევს რეაგირების დროს, რეაგირების თუ დრო დაირღვა მომხმარებელს არ იწყავს კომპენსაციას და ეუბნება კომპანიას შენ თუ არ გადაიხდი ხა ამ კომპენსაციას. დაჯერიმდები ამადამთან და ჩვენ ამას გვეუბნები ეს დასაჯარიმებელი და ასე შემდეგ. ეს უკვე გაკეთებული არის, ეს მუშაობს, ეს მართლა ძალიან საინტერესო პროგრამა არის, უნიკალური მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ჩვენი ძალებით გავაკეთეთ, შიგნით სემეკის ასე ვთქვათ IT ჯგუფის მეშვეობით და შემდეგ უკვე იქნება მომხმარების პორტალი, რაზეც მუშაობთ, ეს არის უკვე ეს ჟურნალი ყოველას მობილურში რომ გადავიტანოთ. თვითონ მომხმარებელი ნახავს ყველაფერს, აი ბანალური და რამდენი აქვს წინათვის მოხმარება და დავუშვათ რატო არის ავარია ამ თვისას მიქსელზე უფრო სერიოზულით დავუშვათ რამდენი არის მის წილ მოხმარებაში განახლებადი ელექტროენერგიის წილი და ასე შემდეგ. ამას უკვე მუშაობთ, ეს რა თქმა უნდა თავიდან იქნება როგორც ვებ პროგრამა, ასევე აუცილებლად აპლიკაციის ფორმას მიიღებს და ესეც იქნება უნიკალური, იმიტომ ჩვენ გვინდოდა რომ აი ხوارავნეს საერთოდ ვიყიდოთ ეს
აღმოჩნდა რომ არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი ძალებით გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც, იმიტომ რომ მომხმარებელზე ორიენტირებულობა თან ამდენი საქმის პირობებში, რომელიც გაქვთ, პლუს იზრუნო ცნობიერების ამაღლებაზე, სერვისის დახვეწაზე ამ კუთხით მართლაც შესასრული საქმეა და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად პროფესიონალების გუნდზე, სემეკი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია, ნამდვილად არ ვარ სუბიექტური, მიუხედავად სუბიექტური დამოკიდებულებებისა პირადის, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვარ სუბიექტური, ამას ვხედავ ვждობ როგორც მომხმარებელი. საკუთარ აი ხა მელიორაციის პრეტენზიები რო დაგემატებათ, ეს კიდევ ერთი ნაწილია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ერთ-ერთი გრძელი გადაცემა გამოვიდა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თუ ამ ნაწილში და კიდევ მქონდა კითხვები თან ამასობაში და თუმცა თქვენის ნებართვით მინდა რომ წინასწარ ვისარგებლო შევთხოვით და შემდგომ პერიოდშიც მოგიწვიოთ დინამიკაზე ვისაუბროთ, ახლა რაც ვილაპარაკეთ მათი განვითარების დინამიკაზე სასაუბროთ. კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი ფანგანი, სემეკის წევრი იყო ჩვენი სტუმარი რადიო სივრცის ეთერში გადაცემა ბიზნეს ინსაიდერში. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერში დაბრუნდება ტრადიციულად შემდგომ 4 შაბათს 5 საათზე. დიდი მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ.